კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას, ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა გლობალურ რეიტინგს, ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. აღნიშნული ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია Heritage Foundation-ის თემატურ კვლევებს. ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით საქართველოს წარმატება კარგად შეესატყვისება სხვა გლობალურ ანგარიშგებებსაც, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლოეს პროგნოზს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია. დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. კასპიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის. ამ სათაურით სტატიას აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა, შავი ზღვა, ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში. ბაქოში აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა გააძლიერონ ევროპასთან კავშირი სუფთა ენერგიის სფეროში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციის მოკავშირე კონგრესმენის ჯო ვილსონის ავტორობით მომზადდა მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე საუბრობს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ უარგუმენტო ბრალდებებით გაჯერებული დოკუმენტის მიღებით ეუთომ სადამფუძნებლო პრინციპებს უღალატა. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების გავლენით მიღებულ შეკვეთილ რეზოლუციებს ჩვენი საზოგადოებისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენს მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ ეს რეზოლუციები, მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში ერთი და იგივე ტექსტი დაწერილი, რადიკალების მხრიდან მიწოდებული და მით უმეტეს, როდესაც აინიცირებს ამას ჯო ვილსონი, რომელიც პირდაპირ სამარცხვინო პიროვნებაა, ყველა მიცის, რომ ფულს იღებს რადიკალური პოზიციიდან, ბილეთებით ვაჭრობდა ინაუგურაციის დროს, დროშებით ვაჭრობს და საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა უარი უთხრა, რომ თვითმფრინავში ჩაესვა. ის მსოფლიო წესრიგი, რაც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მიმართული იყო მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად ქვეყნებს შორის თანასწორობის გარანტიის შესაქმნელად, ახლა უბრალოდ ფექვეშ არის გათვლილი და ნამდვილად იქცა სამწუხაროდ ევროპული ღირებულებები და მთლიანად ევროპა ცივილიზაციურ კრახამდე მისულ გაერთიანებებად. წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები. ეს არის ჯო ვილსონის რეზოლუცია, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე. ეს არის ანტიქართული განწყობებით ცნობილი ადამიანი, რომელმაც იმდენად გაიფუჭა უკვე სახელი, რომ საკუთარი დელეგაციის წევრებსაც კი აღარ სურთ მასთან კომუნიკაცია და ეს არის მორიგი ყალბი ნარატივით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც არის შურისმაძიებლური პათოსის მქონე. ხედავთ როგორც ასოციაციო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დროს შეიქმნენ იმისთვის, რათა უზრუნველყოთ მშვიდობა, ურთიერთთანამშრომლობა და დღეს მივიღეთ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქცეული არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის გავლენების ქვეშ და დაკავებული არიან განსხვავებული აზრის ჩახშობით, უსამართლო რეზოლუციები და შუღლის გაყიდვებით. სამწუხაროდ აღარ არსებობს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ერთ დროს არსებობდა მსოფლიოში. ნაცმოძრაობაში კრიზისი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელ მდივნად ნანუკა ჟორჟოლიანის დანიშვნასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავა აკრიტიკებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით შესაძლოა პარტია სრულიად სხვა, კიდევ უფრო გაურკვეველ რეალობაში აღმოჩნდეს.
ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესები არ უკირთ მმართველ გუნდში. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, მიმდინარე კრიზისი კარი ძალების ინტერესებით მოქმედი პარტიის ბუნებრივი დასასრულია. არ ვიცი, შეიძლება ივლისის ბოლოსაც კიდე რაღაც სხვა მოცემულობის წინაშეც დავდგეთ პრინციპში იმდენჯერ შეიცვალა მოცემულობები. ჩემთვის უბრალოდ გასაკვირი სიმართლე გითხრათ ის არის, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით სახალხოობაზე, მაგრამ სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი. და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმათა თუ რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ დემოკრატიული პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული. ნაცმოძრაობაში რეალურად ამ საგის საფუძველი და მიზანიც არის რეგალურ პატრონებთან თავის მოწონება და შესაბამისად მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილის დაკავების მცდელობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე თუ რეფორმატორთა დანაყოფის ხელმძღვანელი თუ მოადგილე თუ აღმასრულებელი. მთავარია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომელიც დნმ-ით და სულით ხორცით ამ ქვეყნის დამაზიანებელია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და შემდგომაც, როდესაც ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს საკუთარ ამომრჩეველს, ამით დაისამარეს თავი და მოიჭრეს რეალურად გზა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ ჩვენ ახლა ვხედავთ ძალიან ლოგიკურ დასასრულს იმ პროცესისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ყველა ძალიან კარგად ხვდება თუ რა შეიძლება იყოს ფინალი ამ ყველაფრის. ისეც უქნიათ მართლა დაუჭამიათ ერთმანეთი, მაგრამ მე რაც ძალიან წინყენს და სამწუხარო არის ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა საკმაოდ დიდხანს იმუშავა საკონსტიტუციო არჩევნებზე, რომელთა ჩვენ ვიტანეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მიზნით და სასამართლო განხილვებამდეც კი ვერ მივედით, ისინი პრაქტიკულად აუქმებენ თავის თავს. პრემიერ-მინისტრი პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარულით და პატივისცემა მოიპოვა. ქართველი პოეტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარულით და პატივისცემა მოიპოვა. უსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება. პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს კულტურის სამინისტროც. ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ტარიელის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს აღნიშნულია სამძიმრის წერილში. ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს დედაქალაქის მერიც. თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს, წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. პროკურატურამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 32 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს. ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც კანონიერი ქურდის მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად აღიარებენ ქურდულ სამყაროს და სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს. ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც კანონიერი ქურდის მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში სხვადასხვა პირებს ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცავებმა 29 პირი დააკავეს, 2-ს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. ბრალდებულებს ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის,
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 114 ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ამ ეტაპზე მეექვსე სართულის ფილის დასხმა მიმდინარეობს. ბინების 65 ოჯახს და ასევე ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს გადაეცემათ. სამუშაოების საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა, დასრულება კი 2028 წლისთვის იგეგმება. 65 ოჯახს გადაეცემა აქ საცხოვრებელი ფართი, ასევე 59 ეკომიგრანტს გადაეცემა შესაბამისად ფართი. 17 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ პროექტისათვის. საცხოვრებელ კორპუსთან ერთად მოეწყობა ირგვლივ ტერიტორია, იქნება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება საფეხბურთო სტადიონი, ბავშვების სპეციალური ზონა. სრულად იქნება ადაპტირებული შენობა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტია და კიდევ ერთხელ გავმეორდები, ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მიმდინარე პერიოდში აჭარის რეგიონში დაგეგმილია და მიმდინარეობს 14 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინა გადაეცემა 1510 ოჯახს. ესენი გახლავთ ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი მაღალი რისკის საფრთხის შემცველ ზონაში მდებარეობდა. მუნიციპალიტეტის მერიების მიერ ეს ოჯახები გახლავთ ქირით გაყვანილი. ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი იხარჯება 1500 ოჯახის ქირით უზრუნველყოფის მიმართულებით. რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში. უხინალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ერისიმეთში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა, ინტენსიურად მუშაობენ სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. წუხელ ღამით უხმად მოსულმა ნალექმა სიღნაღის მუნიციპალიტეტ ერისიმეთში აადიდა მდინარე ბელექანჩაი და მდინარის გადმოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. შესაბამისად მუშაობენ სამაშველო სამსახურები და ჩვენ ვიგეგმებით იმისათვის, რომ განვახორციელოთ გარკვეული სამუშაოების დაგეგმა სამომავლო პრევენციის მიზნით. დილიდან მერიის სამსახურები ადგილზე ვართ, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ზარალის დადგენის პროცედურები აღწერა, თითოეულ ოჯახთან უშუალო კომუნიკაცია, კონტაქტი, დათვალიერება, შესაბამისად ტექნიკაც ადგილზე არის. ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ანში. შიდა საუბნო გზის ორ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება და მოიწყობა საყრდენი კედელი. მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. გავეცანი სოფელანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების ქვედა და ზედა თლუღის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გათვალისწინებულია შესაბამისი დამხმარე ნაგებობების მოწყობაც. პროექტის მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაიცნო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები. ვიმყოფებით სოფელი თლუღის ზედა და ქვემო თლუღის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რომელიც გარდამავალი პროექტია. მიმდინარე წელს დაიწყო ეს პროექტი და დასრულდება მომავალი წლისათვის. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ბეტონის გზის საფარის მოწყობა, ასევე საყრდენი კედლების და სანიაღრე არხების მოწესრიგება. მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის ნომერ მერვე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს. პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები. მოიწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში გაკეთდება სპორტული მოედანი. ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. სულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურის ძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართ საწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართ საწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3B-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით. რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ხო ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში, როგორც მოისმინეთ, უწყება 11 წლის წინ მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. ჩვენ კი ვაგზავნებთ გამოშვებას. დედაქალაქის მერიის ორგანიზებით დღეიდან 19 ივლისის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩის ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება. საბავშვო თემატური და მოსასვენებელი სივრცეები, გათამაშებები, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა, სასმლისა და კვების ობიექტები, ფანზონის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რესპუბლიკის მოედანი გულშემატკივრებისთვის დღეს 21 საათიდან გაიხსნება. მომდენო დღეებში კი ვიზიტორებს ტერიტორიაზე მისვლა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა მატჩის დაწყებამდე 4 საათით ადრე შეეძლებათ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებები და ჩვენებებთან ერთად ფანზონა, რომელიც გააერთიანებს მუსიკალურ სივრცეს, კვების და სასმელების ზონას, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპს, ასევე კიბერფეხბურთის ფედერაცია იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაგეგმილია ყოველდღიურად ქართული ფეხბურთის ლეგენდების საუბრები. აქ იქნება სამოყვარულო სტადიონი 10-20-ზე, სადაც 3-3-ზე გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული სიმბოლურად დასაჩუქრდება. ველოდებით ყველას, დიდებს, პატარებს, ყველა კომაგს ფეხბურთის, რომ სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ეროვნულ სასახლეში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიზღვნილი სერიის ახალი წიგნების ქართული კინო 1940-1960 და ქართული კინო 1960-1970 წარდგენა გაიმართა. პრეზენტაციაზე სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოცემების კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. წიგნებში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ჟანრული მრავალფეროვნება, ფილმების შექმნის ისტორია და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი საქმიანობა აღწერილი. ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია და უფრო დიდი, იმიტომ რომ მოიცავს ყველა საარქივო ნამუშევარს და ყველა სამეცნიერო ნამუშევარს ქართული კინოს შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩართულ მხარეს იმისთვის, რომ კინოხელოვნებასთან ერთად კინომცოდნეების და სხვათა ნამუშევრები ერთობლივად მოიკრებს ესე თავს. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ ქართული ფილმის 1960-1970-იანი წლების წიგნს ბეჭდურ გამოცემას. ეს წარმოადგენს მეოთხე ტომს 6 ტომეულიდან. ჩვენ 2020 წლიდან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, არამედ საგანმანათლებლო თვალსაზრისით. აქტიურად მუშაობთ არქივებთან, მუზეუმებთან და ვფიქრობ, შემდეგ წელს წარმოგიდგენთ მეხუთე ტომსაც. ჩვენ შევკრიბეთ სხვადასხვა პროფესიების, კინემატოგრაფისტების, მწერლების
ხელოვანების, პრაქტიკოსების, თეორეტიკოსების ის ნაკრები, რომელმაც სხვადასხვა ინდივიდუალური სტილით, ხელწერით მოახერხა და სრულიად უნიკალური რამ. სიღრმეში ჩასული თხრობა გააერთიანა ქართული კინოს იმ გენიალური პერიოდის შესახებ, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფენომენი უწოდეს. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტ-ტივ-ის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.